მეკეთი კვაჭანტირაძე ვარ. ხმაური იყო ავარე დაღესტნის საზღვარზე მიმდინარე აქციაზე. 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ავარეთ კახეთის გზის მშენებლობის გასაპროტესტებლად ჩავიდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შესაძლოა გზის მშენებლობას მოყვეს. აქციის ჩაშლა თავდაპირველად მოსახლეობამ რუსეთის მხარდამჭერი შეძახილებით სცადა, რის შემდეგაც ისინი უკვე აქციაზე რუსული მაისურები და რუსულ წარწერიანი პლაკატებით მივიდნენ. ყველა იმისათვის. მამა, დედა, შვილები. ნაციონალისტ ბრალია. არ დაუშვებთ იმას, რომ ჩვენს ტერიტორიებზე დაიგოს რუსული ტანკებისთვის ავტობანები. ამას ქართული ხალხი არ დაუშვებს და ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არანაირად არ შედის. ეს არის რუსული პროექტი, პირდაპირ ემსახურება საქართველოს ოკუპაციას და ანექსიას, ხელახალ ასე ვთქვათ, ოკუპირებას ჩვენი ტერიტორიებისა, იმისათვის რომ უკეთ ამ გზით უკეთ შემოვიდნენ ტანკები საქართველოში.